ახალი ინოვაცია პროექტში ჩადებული, რომელიც გამოშვებული არის ადგილზური დანამატითაც. მოგესწრებათ როგორ იმასთან 10 წუთის განმავლობაში რასაც ძალიან აქტიურად საუბრობდი და ხალხთან ჯერ არ გამოიყენება რა არის ის სიახლე გავიწიყო ეს გაკეთა რამდენი ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და ძალიან ბევრი კარგი რამ ვნახეთ თანამედროვე მეცნიერული და ტექნოლოგიური სიახლეები გზების ინფრასტრუქტურაში და გზებთან დაკავშირებულ სხვა ინფრასტრუქტურაში. ჩვენთან ნელ-ნელა ინერგება ეს ტექნოლოგიური სიახლეები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა რომ დავაჩქაროთ ეს ყველაფერი. ეს ის ტექნოლოგია, რაც სოფლის სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებულია, გამოყენებულია, მაგრამ გვინდა რომ ჩვენთანაც უფრო სწრაფად დავნერგოთ, რადგან ეს იძლევა ერთის მხრივ ინფრასტრუქტურის სწრაფად მოდერნიზაციის საშუალებას, პირველის მხრივ არის ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული. ეს მე მიმაჩნია ძალიან დიდ გამარჯვებად ჩვენი დარგის. მე როგორც მეგზებათა საზოგადოების თავმჯდომარე, ამაზე უკეთესი რა უნდა მენახა. და უნდა აღნიშნო, რომ დღეს შექმნილია სამინისტროში სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ნორმატიულ დოკუმენტების შექმნა. აი სწორედ ამ ყველაფერს სჭირდება ნორმატიული დოკუმენტები და ამაზე დღეს მუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის საგზაო სექტორთან მიმართებაში, ძალიან საინტერესო ცდები გაკეთდა, რამდენიმე მონაკვეთი დაიგო ახალი ტექნოლოგიებით. რაზე ჩატარდება დაკვირვება, ცდები, ლაბორატორიული გამოკვლევები. ეს იქნება ეტაპობრივად, ალბათ შეიძლება თვეების გაგზავდეს. საბოლოო შედეგს როცა მივიღებთ, დადებენ სპეციალისტები, ლაბორატორიები უკვე რეალურად რა შედეგის მქონე არის, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რაში გამოიყენება, რა უპირატესობა აქვს, რა დადებით-ფისებები აქვს, მაგის მერე უკვე მოხდება ამის საპროექტოების მიერ გამოყენება, ჩადება პროექტებში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ახალი გზების შედგენა.